გამარჯობა მეგობრებო. ესე იგი რატომღაც დღისით ვეღარ ვასწრებ ვიდეოს გადაღებას და ძალიან მწვენია უკვე თქვენ სცენარში. რაღაცა არ ვიცი. ეს დღები ისეთ გადარბენაზე ვარ გუშინაც დღესაც რომ ვერაფერი ვერ მოვასწარი და მეთქი ახლა ვიდეო თუ არ ჩავწერე. არ ვიცი რა მეშველება. ჩემი ბავშვიკებიც აქ არიან და ეს შენი წიგნი? დეგოგოცა ვიჭისურე ხარ. ხო, კარგია, მშვენიერია რა არ მოგწონს. რაღაცა დასახატი მისცეს მირენას და არ მოსწონს როგორც გამოსდის და ნერვიულობს. აი აქ ცხრიანი პაზლი ავია. ჩემი მეორე გოგო ის რასაკეთებ აბა მაჩვენე. რასაკეთებ? პაზლს ვაწყობ. კომპიუტერში ცხრიანი ავიღე. პაზლს აწყობ? ცხრანაჭრიანი? ვარე, დასაყრდილი გამო. ბატონო, ეს პიჟამულა თუ გაცვია? ბაშობა გაგახსენდა? შენი ბაშობა გაგახსენდა და? დათოვლილი. დათოვლილი პატარა ბაია გამოგდის ხო? შენ точно მარტო ჩაი გინდა? იქ ცივი ჩაიც არის დილიდან დატოვებული. არ გინდა? ეხლა გავაკეთო? ნახე, საყვარელია, თოვლიანი ბაია გამოვიდა. არჩევს. გამოჩდება. ძალიან საყვარელია და ჩიტები არის არის. ჩიტი უკავია ხელში ხო დედიკო? და როგორი იყინება თავის. აი მე რამდენი ვალაგეს ოთახი ხეს და მაინც ყველაფერი ყრია. ეს გადაგიყარო ესენი ეს ნარჩენები. ამასაც ვაჭამე წეღან. მოიცადე ნახავი ხა. რაო, რა გჭირს, რაო. მილენან ზემოდან რაღაცები დააფარა. აი ეს გადააფარა. რომ აი ეს ნახატებიდან რომელიმე რო ჩამოვარდესო. თავში არ დაიცისო და ეგდოაიოქ. ამის ბურთი? ხო. რა შეიძლება. აი რა გამოდიოდა აი ეს ბევრად უფრო ლამაზია, აი ახლა. ხო? ვიდრე აი ეს რაღაცა. ხო, მაგრამ ტანსაცმლიანი უნდა იყოს დედა. მე ტანსაცმელი არ აქვს. აი ამას აქვს. ამას მაჩვენებდი ეს უფრო ლამაზია? ხო. ვიდრე რომელი? არა, ის. ეს რა არის? ხო, დედა ფიგურა უნდა იყოს მთლიანად. აი ესეთი უნდა იყოს, ანუ მთელი ტანი უნდა ჩანდეს. ისე გეუბნები ეს რა არის ვიდრე ის. ხო, კაი, მაგრამ მთლიანად უნდა დახატო. მაინც კარგია, დედა, ცუდი არ არის ნამდვილად. ასეც არავინ არ დახატავს მერწმუნე. ნერვიულობს იცის, რომ კარგად ხატავს ზოგადად, რომ გამოსდის უფრო მეტი, ვიდრე აი ხა გამოვიდა მაგის თქმა მინდა რა და რომ არ გამოსდის ისე როგორც უნდა, მე ძალიან ნერვიულობს. კონკრეტ რაღაცა დრევნეგრეჩისკი ხალი და კაცი უნდა დახატონ. შესაბამის სამოსში და ნერვიულობს, რომ არ გამოსდის იმაზე. რა თქმა უნდა, ქანდაკებას ვარიანტში არ გამოგივა მეთქი, მაგრამ ეგ არა უშავს. ეგ არაფერი. რა? არ ვიცი, დედა ვნახოთ. დღეს გავხსენი. ლეღვის მურაბა. შეხედეთ რა პაწუებია და ძალიან საყვარლები და ისეთი გემრიელია რო აი. რა გიხწერთ, ძალიან გემრიელი იყო. აი მე სურნელიც ესეთია ბავშვობიდან. ძალიან მიყვარს ლეღვის მურაბა. აი გიჟრები ისე მიყვარს და ერთხელ სოფელში რო ვიყავი. ანუ ქალაქიდან რო ჩამოვდიოდით, რა თქმა უნდა, მით უმეტესად რუსეთიდან, სადაც ეგეთი რაღაცები არ იშოვებოდა, რო ჩამოვდიოდით სოფელში ძალიან, ანუ მენატრებოდა მთელი წელი ეგეთი რაღაცები რა, რაც რუსეთში არ იშოვებოდა და სოფელში რო ჩამოვდიოდი, რომ ვნახავდი ხოლმე ეგეთი რაღაცები, როცა იდო, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაძლევდნენ ნებას, რაც გინდა ისჭამეო. მაგრამ ეხლა როგორ
უნდა მეჭამა ნახევარი კილო დაუშვოთ, მერიდებოდა ძალიან. არა და მიყვარდა ისე, გიჟდებოდა ისე მიყვარდა. და სპეციალურად აი ეს თვალსაჩინო ადგილზე დავდე რომ გავიდე, გამოვიდე და ერთი წელი გამოდიოდი, ერთი წელს ვიღებდი, გამოდიოდი, ერთი წელს ვიღებდი რომ ეს ერთდროულად რომ მთელი კილო მეჭამა, ძალიან მერიდებოდა, რატომღაც არა და ფაქტიურად მაინც მე შევჭამე მთელი კილო და რაღაც მქონდა. მოკლედ. ხვალ არის პარასკევი, მეგობრებო, უკვე მთავრდება კვირა, რაღა დარჩა. და ხვალ ისევ ჩვენი ჩვეულებრივი ტრადიცია გვაქვს, უკვე ოჯახური ტრადიცია, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ვინც არ იცის, მე და ბავშვები ხან ირაკლიც გვერდდება ხოლმე, ხან როცა საქმეები აქ არა, ნუ მოკლედ მე და ბავშვები ერთად ვთავთ ჩვენ დიდ ტელევიზორს ზალაში, ან როცა ზალაში დაკავებულია და ჩემს საძინებელში იქაც საკმაოდ დიდი ტელევიზორი გვაქვს. ვთავთ რამე ესეთ საოჯახო თბილ, ძალიან ისე პოზიტიურ ან საბავშვო ფილმს, ან მულტფილმს და ერთად მე ბავშვებით ვუყურებთ რამე ტკბილეულით, გემრიელობით, კოკაკოლით ან რაღაცა წვენით და ნუ შესაბამისი რაღაცა ჩიპსი იქნება, ფრი იქნება თუ რამე ისეთი, მოკლედ ვაყოლებთ და ძალიან ასე გემრიელად ვატარებთ კვირის დასასრულს ესე აღნიშნავთ. ეხლა ბავშვებს უნდა გავუკეთო ჩაი. ამ წინებზე ლიბრეში ვიყიდე, ეხლა აღარ მაქვს, მაგრამ ნუ ამდაგვარი, მაგრამ მინის გამჭირვალე ფინჯნები, 2 ცალი. გახსენებოდა წყალი დავინა. ისე მიყვარს გამჭირვალე ფინჯნები, ძალიან მიყვარს, მაქედან დატოვა ჩაის დაბევა თან ლიმონის ნაჭერიც რო ჩანს. ძალიან მიყვარს. სამგარეულოში რო სულ ვახსენებ ჩემ თავს რომ ახლა უნდა დავიწყო. ხო და ვიყიდე, თან ბავშვებს არ ქონდათ, თავისი ცალკე ეკეთები და ვუყიდე ბავშვებს. ერთი გასკდა, სადღაც ერთი კვირის შემდეგ ცხელი წყალი რო ჩავასხი, ადუღებული წყალი რო ჩავასხი, თან როცა ვასხავ, ვიცი რომ ზოგადად შელბეგით რაღაცა მოხდეს და გასკდეს და ფინჯანში ყოველთვის ვდებ კოვს, რკინის კოვს. დებ შიგრომ ამბობენ რომ რკინა იკავებს სითბოს და ან მაგის გამო ვითომ და არ სკდება ეს ჭიქები. ერთი გასკდა, ერთი კვირის მერე რო ვიყიდე, მეორე გასკდა სადღაც 3 კვირის მერე. მოკლედ აღარა მაქვს ხა ისევ ჭიქები, ფინჯნები და ეხა მინდა ისევ რომ სავარაუდოდ ისევ შევიძენ წინა სახალხოდ, რამე იქნება საახალწლო ეს გაფორმებებით იყოს და ისე უნდა უყიდე ბავშვებს, იმიტომ რომ არ აქვთ. ხო. ეხლა ბავშვებს რა გავუკეთო, ჩაი მინდაო. ჩაი. ეხლავე აქ ვარ, მოვედი, იმედია ისმის ჩემი ხმა. მოვედი კი არა, დაგიბრუნდით პროსტორეთ. კიდევ რა გვაქვს ახალი ამბავი მეგობრებო, რა გვაქვს და მოკლედ და ისეთი რა ამბავი მაქვს. რა ვიცი, კარგია თუ ცუდია, სავარაუდოდ ცუდია, ნუ მაგრამ რა ვქნათ, არა უშავს. მოკლედ სამსახური რომელიც დავიწყე და ზუსტად 8 სამუშაო დღე ვიმუშავე. გაკოტრდა და აღარ მუშაობ ახლა. მოკლედ ბანკროტად განაცხადა თავისი თავი ჩვენმა ორგანიზაციამ და აღარ მუშაობ. რომ შევდიოდი იმ სამსახურში, ასე ვთქვათ, ჩემ ადამ კი მითხრა რაღაცა ცოტა საეჭვო მდგომარეობა არისო, მაგრამ ესაჭიროებათო ხალხიო და იმ შემთხვევაში თუ სუდად იქნებოდაო ყველაფერიო, სავარაუდოდ არც მიგიღებდნენ, ანუ თუ მუშაობას აღარ აპირებენ, მაგრამ რატომღაც ესე მოხდა რომ ამიყვანეს და მე რატომღაც დაიბლოკა მაინც გაკოტრდა. თამაში. ნუ რა თამაში ჩავირთო? ისე ინტერნეტის გარეშე რო არის. რა არის ინტერნეტი გარეშე? ისე ხუნაობს. და მე როგორ ჩავირთო? ვიключи მამა. თუ ინტერნეტო თამაში რო არის რო ვინ რო ხუნაობს მითხარი? ხო. და ეგ სად არის ხოლმე მე რა ვიცი? ტელევიზორშია ეგ მე მგონი მარტო.
კი არის. ინტერნეტი ისედაც გამეჭედა. რაღაც მოვიდა. ან გადაიჭითა ანა ვიცი და. აჰა, გოგო, მაგრამ მე What is it? რა? What is it? დავწერო? არა. უბრალოდ მეუბნე. არის დედა. აჰა, დავწეროთ იგრა. Без интернета. Офлайн. Игры без интернета. Огромный. Это нужно установить. А это я вообще не понимаю. Вот это нужно установить. Да. Если только. Кстати, эта игра у меня была. Ага, офлайн геймс нравится вам. А можно установить? Зачем устанавливать, если это офлайн геймс? Ну, установить хочешь. ხოდა მოკლედ მეგობრებო, ვეღარ მუშაობ და რა ვიცი, ისო თქვენთან ერთად ვიქნები აწი უფრო მეტი ხანი. ასე რომ, რა ვიცი. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაწევ გამოწევაში ვიყავი. კი მინდა მუშაობა, მაგრამ თან YouTube-ი, თან ბავშვები და თან ამათ იმდენი გაკვეთილები აქვთ ხოლმე ნახევარზე მეტი. უკვე თან დიდები არიან. ეხლა ვიდეო. თან დიდები არიან უკვე და მაინც რაღაცებში დახმარებები უნდათ. ეს რო ჩავთვალოთ, რომ არც ერთ რეპეტიტორთან არ დამყავს არც ერთი, ანუ ორივე არ დადიან რეპეტიტორებთან და ფაქტიურად მე ვეხმარები ყველაფერში. ჯერ შემიძლია თითქოს და მე ესე მგონია ყველაფერი ჯერ შემიძლია. ინგლისური იმდენი მესმის, რუსული ვიცი, მათემატიკა მართლა ძალიან კარგად ვიცი, თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლა ძალიან კარგად ვიცი მათემატიკა. ასე რომ ჯერჯერობით კი შემიძლია. ერთადერთი ქართულის გრამატიკა არ ვიცი, იმიტომ რომ შესაბამისად ქართულ სკოლაში არ ვსწავლობდი და გრამატიკა არ ვიცი. ქართულ გრამატიკას ამათთან ერთად ვსწავლობ და არჩენი ჯერჯერობით შემიძლია. ასე რომ ჩემი შეგიყვანა. Давай я тебе создам аккаунт. Аккаунт? О. Где? Рашида Гехмарова Михаил. Да зачем? Похотелось. ეს რა არის გასაგანია? На. მათემატიკა? Yes. კამი როდისა გაგდაბადების დღე 7? На. ივნისი ხო? Июнь. Ναι. 2017. Чу бავშვებო კარგი. А что за аккаунт? Камилочка 07 დამწერე? Ха? მოიცა. Или просто გეტყვი მე. პაროლის ხმა არ შეიძლება დედიკო ხო იცი? ერთი წამე? არა. Цицоти, эртицоти. Тарарарарара, тарарарарара, тарарарарара. Добро, вот тут 12 უდრის 12134. მერე რა? ჯერ გაამრავლე, ეს ორი ციფრი ერთმანეთზე გაამრავლე. ეხლა გულში ფიქრობ, თავს ვიქებ მათემატიკა ვიცი მეთქი, მაგრამ ეხლა თუ ვერ გავაკეთე, ხო მაგარი იქნება. კი, უნდა გაამრავლო ჯერ. მე მეძახი? ეხლავე. ჯართული მაგ ზოგადად გეუბნები, რომ პაროლების ხმა არ შეიძლება, ესე მით უმეტესად, როცა ან ვიდეოს ვიწერ, ან პირდაპირ ეთერში ვარ, კაი?
ხო, გავიგე დედა. მოდი აბა, მაჩვენე. მილე, მოდი აბა რა გაქვს დედა, ჩქარა. გაამრავლე? აბა სად არის? მე რა ვერ გაიგე დედა. კაი, მომისმინე. X-ები ერთ მხარეს, ციფრები მეორე მხარეს. როცა X აქვს მინუსი, ეს X-ი წაიღე იქით მხარეს. და აღარ იქნება მინუსი. უდრის გააკეთე აქ. ეხლა აქ რა ციფრი მიიღვის დაწერე აქ. აქ? ხო. ცეცხლი. მადლობა. ეხლა ამას წინ რა ნიშანი აქვს? ვითომ გამრავლება. არა, გამრავლებაზე გითხარი. პლუსი. აქეთ რო გადმოვიტანოთ რა იქნება? აქეთ იმიტომ გადმოვიტანოთ, რომ ციფრები ერთ მხარეს, X-ები მეორე მხარეს. და დაითვალისწინო. Так, რას ვაკეთებ ისიც დამავიწყდა ჩაის ხო? ხადე. ვაი, ცოტა შევიდე. და ერთი პური გეყოფა? აღარ ციციკავდეს ერი თუ არა. გეყოფა ერთი პური? ალბათი არის თუ არა. კეთილოს ეჭირა და რა ნიშნავს? აგერ არის. ერთი პური გეყოფა? თუ შეჭამჭამე ორი, კი არ მენანება დედა. მეც რომ მინდა რაღაცა, მე კიდე მაკარონი შევჭამ. დედა განტოლებები რით ვერ ისწავლე ერთი მითხარი ისე. გამრავლებაზე ვერ ისე ძნელ რაღაცებს აკეთებ. ისე ძნელ რაღაცებს აკეთებ, ამას როგორ ვერ აკეთებ. გამრავლებაში რა არის ძნელი? გაამრავლე ციფრები ერთმანეთზე და მე ისევ იგივე აკეთე, რაც მინუსებში და პლუსებში. არა, ცოტა სხვანაირი. არაფერი სხვანაირი არ არის. ორი რატო არა? 4 მე კიდე მაკარონი პაფლოცკი გავაკეთე და ცოტა მინდა რომ ვჭამო. საათს ყურადღებას არ ვაქცევთ, არ ვიმჩნევთ 8 საათია უკვე. არ ვიმჩნევთ. თორე ძალიან ამედირება. რატო? კიდე გაგასაკეთებელია. ჯერეს ერთი და მე კიდე მალე მინდოდა და კიდე ჩემი მჟავე პომიდორიც ახლა მოვიღე და უყურეთ 9 საათზე რომ წვევი და დაიდახეს ესე ადრე რატო წვევი 10-ზე რომ წვევი უკვე დრო არ ყოფნის და ვერ ვიძინებ დრო არ ყოფნის იმიტომ რომ კიდე ტელეფონში ზიხარ მე რამდენი ხო და ვერ ვიძინებ და მე ნუ იჭდები ტელეფონში ეგრევე დაიძინე გუშინ ტელეფონი რო აღარ მოვეცი ჯერ დამეძინა არ მოგეცი არა 12 საათი იყო რომ შემოვედი მეთქი შევხედო ბავშვებს და გაიღვიძე მე ვეღარ დაიძინა მოკლედ ასეთი ამბები მეგობრებო აღარ მუშაობ ძალიან ცუდი მაგრამ რა ვქნათ მეგობრებო ხელოვნებაში ხელოვნებაშიც რო თხრობა გაქვს უნდა ისწავლო სალომეს ხელოვნებაში შემაჯამლებლები ჩვეულებრივი საგანია დედა რატო გიკვირს არ იყო მაშინ როცა იყავი მეორე და მესამე კლასში ახლა არის არა აი რამდენი შემაჯამლებელი ყველაფერი ეს არის ჩვეულებრივი საგანი და ყველაფერი ის იქნება რაც გაიარეთ. ამ წლიდან უკვე ძალიან გირთულდება ყველაფერი, ხო იცი? სამშაბათს კიდე წერა მაგ შემაჯამებელი მაქვს. რაღაცაში, ხო, თუ საზოგადოება უნდა მეთქვა. საზოგადოება ორი წერია. კლასში ბოლოს ექნება და მესამეში აღარ ექნება და მეხუთეში ჩვენი საქართველო გამოვა მაგის პერიოდში. არა მე მაგრამ ვერ ვიგებ ერთი და იგივეა უბრალოდ ცოტა ძნელდება და აი ყველა ქართულში შემდეგ წელს რა თქმა უნდა უფრო ძნელდება და რისთვის გადაარქვის სახელი უბრალოდ თემუდან ველოდებით შეკვეთას
10 დღეზე მეტია ჯერ შეკვეთა არ მოსულა 13 დღე. ო სადღაც 13 დღეო მილენამ 13-12. არა და მანამდე შეკვეთა როცა ზედები შეუკვეთე ბავშვებისთვის თეთრი ზედები მოვიდა 6 დღეში ზუსტად ეხა ისე მიკვირს რომ ესე ძალიან აგვიანებს რომ აი რა ვიცი არა და უკვე კურიერს აქვს. ამ კურიერს უკვე მესამე დღეა. რაღაცის თქმა მინდოდა კიდე და ეხლა ისეთი ლამაზი რაღაცები შეუკვეთეს ახალწლოდ ერთი სული აქვს რომ ჩამოვარ მე ეს ნაძვის ჩვენი დიდი არ არის მაგრამ მთავარი ასე ვთქვათ რომელსაც ზავაში ვაყენებ მთავარი ნაძვისხე რომ მორთონ იმიტომ რომ ერთი ნაძვისხე უკვე მორთეს და დადგეს მორთეს რა რამდენი დღე სათამაშო და კიდე ზე ხო ძველი 70 წლიანების ნაძვისხე გვაქვს ერთი თეთრი თუ ნაცრისფერი ის მორთეს და კერძო სახში თუ გადავედი და შემდეგ წელზე დაიწყო ხო კერძო სახში თუ გადავალ დიდ ნაძვისხეს გიყიდი გვპირდები ოკეი გათოვლილი ვიყიდოთ დიდი ერთი გათოვლილი იქნება თუ როგორი იქნება მაგრამ 2 მეტრა 42 მეტრა მაგრამ გიყიდი ხო გითხარი ესე კი ხო მაგარია 2 მეტრა 10 ანუ 40 აი მე თვითონაც რომ მიხარია რომ ხვალ პარასკევია დღეს ისე ძართულად ავდექი აღარ მინდოდა ხო აბა რა უნდა ქნა ჭამე ჯერ მიდი წაისვი არა მე რა მინდა უნდა გიდედე დაბავისავით ვაი კენა მოპო ანუ კამო ამ ბოლო დროს ეს უნდა მეთქვა პირი გავახე ამ ბოლო დროს ძალიან კმაყოფილი ვარ YouTube-ით ძალიან კარგად მიდის ჩემი ნახვები შორთებზეც უფრო მაგრამ ეს შორთებიც უფრო აი ესე წევს ჩემს ნახვებს და ძალიან მახარებთ მეგობრებო უღრმესი მადლობა ყველას ვინც ჩემთან ერთად არის დღეს 48000 გამომაწერი შემისულდა ცოტა ხანში შემისულდება 50000 და აი არ ვიცი ზრიფ მოზგა ეს არის ჩემთვის რაღაცა ძალიან დიდი წარმატება იმიტომ რომ აი გასელები რომ მეკითხებია რამდენი გამომწერი ყავს შენდიდასო რომ მეუბნები აი დღეს შემეკითხეს მითხარი 46000 და ეხლა მეუბნები 4800 ხო ცოტა ხნის წინ მომვდი მეთქი 50-მდე დამჩა მეთქი 3500 და დღეს უკვე 2000-ზე ნაკლები დამჩა 50000-მდე და ძალიან მახარებს ეს ფაქტი იმიტომ რომ ჩემს ძალიან აი სუპერ ოცნებებშიც არასოდეს არ ყოფილა ეს ციფრი მეგონა რომ აი საქართველოში ვლოგებით განა რამდენი ადამიანი უნდა მყავდეს 5000 მეტი აი ჩემს ძალიან მაგარ ოცნებებშიც 5000-ზე მეტი გამომწერი არასოდეს არ მქონდა რომ დავიწყე და პირველი 1000 ისე რთულად მიდიოდა რომ გარეთ უბრალოდ აი ხალხს თხოვდი უფრო მოზარდეებს, უფრო არ მერიდებოდა მოზარდეებთან, როცა ვხედავდი რომ რაღაც ესეთი ჯგუფია გარეთ უშუალოდ სკამზე ზიანან კასელები არიან რაღაცა ისეთი მივდიოდი მეთქი და ვაი მე ძალიან დიდი დახმარება მინდა მეთქი თქვენი ესე და ასე მეთქი YouTube მაქვს მეთქი დავიწყეთ ხო და გამოიწერეთ მოკლედ ესე ვიქცეოდი თავიდან რომ როგორმე პირველი 1000 შემეგროვებინა და მე წავიდა საქმე რა თქმა უნდა თავიდან ცოტა უფრო რთული იყო ძალიან პატარა ნაბიჯებით ისეთი უმნიშვნელო ნაბიჯებით მივდიოდი წინ ისეთი უმნიშვნელო რომ პირველი 2 წელი ფაქტიურად მეორე წლის ბოლოს უკვე ლამის ფარხმალი დავყარე და ლამის უკვე ვთქვი რომ აი არაფერი აღარ მინდა არაფერი არ გამომდის ესე იგი რაღაცა სწორად ვერ ვაკეთებ ესე იგი ხალხს არ ვაინტერესებ ესე იგი ვერ მიყურებენ ადრე რომ სწოვე რომ გამოგვიწერო ჯერ კიდე გამოვიყურებ შეშკალი ხო და ჩემი მეზობლებიც მიყურებენ ჩემი რუსეთიდან მეზობლებიც მიყურებენ და უღრმესი მადლობა ხალხო ყველას აი არ ვიცი ანუ ისეთი ადამიანები მიყურებენ ვიზეც არასოდეს არ მექნებოდა წარმოდგენა რომ შეიძლება ამ ხალხმა მიყუროს მე და უშუალოდ
ხატვაზე მცნობენ უკვე რაღა ვთქვა. ჩემი ან ხო შვილები სადღაც დადიან ბავშვები ცნობენ აი შენ ბლოგერი ხარ და აი შენ იუთუბერი ხარ და აი დედა შენი მიყვარს და აი ესეთი აღფრთოვანებული აი ეს ფონიჭალაშიც რო ვიყავი ამ წინებზე და თეონასთან და ბავშვების სკოლაში წავიყვანე თეონა მუშაობდა და სკოლაში გავიყვანე ბავშვები მეთქი ცოტა დაიშვენ მეთქი ხვაურისგან და იქ სკოლაში ჩვენ გარდა არავინ არ იყო ვაფშე საერთოდ იმიტომ რომ ახალი გაკეთებული სკვერი იყო თან სამუშაო დღე იყო ჩვენ გავაცდინეთ სკოლა, ცოტა გვახველებდა და სკოლა გავაცდინეთ, მოკლედ. და ანუ სამუშაო დღე იყო, შუა დღე იყო და გარეთ არავინ არ იყო, ბავშვები არ იყვნენ. ეტყობა ის პერიოდი იყო, რავი, გაკვეთილები დამთავრდა თუ რაღაცა, გამოდიოდნენ რამდენიმე ბავშვი, ერთმა მიცნო, გამოიქცა, იქნებოდა 13-14 წლის გოგონა ალბათ. გამოიქცა და ვაიმე როგორ მიყვარხარ და შეიძლება სურათი და ვაიმე და ესეთი ამბები და ხან მოვიწყდება ხოლმე რომ უკვე მართლა რა ვიცი ცნობილი ვხდები თუ ვარ თუ არ ვიცი როგორ დავასახელო მე ჩემი თავი საერთოდ ვერ წარმომიდგენი ასეთ ადამიანად თაღადაღარ ვეცინება კიდეც რომ ხალხს უნდა ჩემთან სურათის გადაღება მაგრამ თქვენ არასოდეს არ მოგერიდოთ თუ გინდათ მე ყოველთვის მზად ვარ მე მიყვარს ძალიან სურათების გადაღება თან როცა ვცნობენ ძალიან მიხარია რაღა დავმალო ხო და ნუ მოკლედ რა ვიცი თუ გინდათ და რომ ხედავთ თუ გინდათ სურათის გადაღება მაშინ მოგზანდით და ვიყავთ ეს სიამოვნებს. იმიტომ რომ მე კომენტარებში მწერენ ხოლმე აი დაგინახე და მომერი და მოსვლა და მოდით აუცილებლად მოდით. ნუ გერიდებათ, მე უფრო ძალიან მერიდება მაგ შემთხვევაში, როცა ესე მწერთ. ამიტომ ხო, ასეთი ამბები. ასე რომ მეგობრებო, ნუ გერიდებათ. ხო, ერის მომინდა. კიდე რაღაცას ვაპირებდი ვიქი რაღაც მოგხოდე და მოვიწყდა მასობაში უკვე მდელაპარაკში. წინაზე ხატვაზე ვზივარ და ჩემს ერთი გოგო თავის მეგობართან და იძახის ერთი ბლოგერი ვიყავ ძალიან ბევრი ბლოგერებსა და ორი შვილი ყავდა. ანა და რაღაცა ქვიაო, რაიცა? ანა და რაღაცა ქვიაო? ხო. ერთი უბრალოდ დალიო, ერთი უძრასია. და მინახეო ეჭვენ ჩავიხუტებია. მე ვარო ესე უთხარი? მართლა? ერთხელ კიდევ ჩემ კლასელის მეგობარმა გადაიღო ჩემთან ფოტოსკოლაში. მოკლედ მეგობრებო ძალიან გვახარებთ და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. და დღეს შორცებით ჩავტვირთე და ეს ვიდეოც უნდა ჩავტვირთო, თორე უკვე მართლა ძალიან მერიდება, ანუ გუშინაც არ გადავიღე, მით უმეტესად რომ მე მქონდა ნათქვამი კიდეც და ვიღებ კიდეც, მაგრამ ხდება ხოლმე ხანდახან დღეები, როცა ან მართლა საერთოდ ხასიათზე არ ხარ, ან ხდება ხოლმე რომ სადმე ხარ, ან ღმერთმა დაიფარო და ცუდად ხარ და ესე იგი, ნუ ვერაფერს ვერ აკეთებ. მანდაც ვიდეოს იღებ. ხო, მაგრამ საქმეც რომ აქვს, ვცდილობ მაინც რომ იმ საქმის დროსაც გადავიყო, რადგან ვიცი რომ მელოდებით და ზოგი მეუბნება რომ სერიალივით გიყურებთ, ანუ შენი ამბები ყველაფერი გვაინტერესებსო. ამიტომ ძალიან ვცდილობ რომ არც ერთი დღე არ გამოვტოვო, მაგრამ მართლა ხდება ხოლმე ხანდახან ისეთი დღეები, როცა სხვა გზა არ მაქვს და ანუ არ გამოდის რომ გადავიღო. ანუ ხდება ხოლმე ხო რაღაცა სიტუაციებიდან გამომდინარე ახლა. მაგრამ ყველანაირად ვცდილობ. მეგობრებო. აი ესენი აღარ მიდის გამომწერებისათვის და შეიძლება 1-2 წელიწადში პირველი. ხო, ანუ ეხა 50,000 გამომწერი მეყოლება ძალიან მალე, ხო? ცოტა ხანში და პირველი ღილაკი როცა უკვე მექნება, ანუ უნდა მქონდეს 100,000 გამომწერი და მილენა მეუბნება რომ ანუ ის 50,000 რომელიც დამრჩა პირველ ღილაკამდე ძალიან მალე გექნება, შეიძლება 2 წელზე ნაკლები მოგინდეს მაგამდეო და აბა ვნახოთ რამდენი ხანში დავაგროვებ 50,000 გამომწერს კიდე მეორე 50,000 გამომწერს ასე ვთქვათ 100,000-მდე. თქვენც დამეხმარებით რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, ასე რომ აბა თქვენც იმედზე ვარ იქნება მილიონი. და შემდეგი წერტილი იქნება უკვე რა ვიცი ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, რა თქმა უნდა გამოგვიწერეთ კიდევ და კიდევ გამოაწერინეთ თქვენს მეგობრებსაც თუ არ გესაღებათ ნათესავებს, მეზობლებს, მოკლედ რა ვიცი ყველას.
და ძალიან მადლობელი ვიქნები და რა თქმა უნდა გამოკითხვა დავდე რომ დაწერეთ მეთქი თქვენი შეკითხვები და დაწერეთ მეგობრებო გინდ გამოკითხვის ქვეშ გინდ ნებისმიერი ვიდეოს ქვეშ მაინც ვიპოვე შევაჯამებ იმ შეკითხვებზე პასუხებს ჯერ არ დაგიწერთ შევაჯამებ ამ შეკითხვებს და მე ერთობლივად ერთ ვიდეოში გადავიღებ და გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე მაგრამ 1-10 შეკითხვა მაინც მჭირდება სულ არის 2 შეკითხვა რომელზეც არ მიპასუხია ჯერ და ვაგროვებ მეგობრებო შეკითხვებს ასე რომ ახალი გამომწერებით ძალიან ბევრი მყავხარ და რაც გაინტერესებს ჩემს შესახებ, ბავშვების შესახებ, ოჯახის შესახებ, რა ვიცი, მომწერეთ კომენტარებში და აუცილებლად მე ერთობლივად ყველას გიპასუხებ. ძალიან მიყვარხარ. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. იმედია ცოტა დროულად ჩავტვირთავ ამ ვიდეოს და მთლად შუაღამი არ იქნება, მაგრამ რა ვიცი. უყურეთ, რა თქმა უნდა, არა მარტო ამ ვიდეოს, წინა ვიდეოებსაც, მოკლედ ზაფხულის ვიდეოებსაც, ბათუმში ვიყავით, სოფელში ვიყავით, მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეოებიც გვაქვს. ალბათ გქონიცით ძილინების ყველას და გემრიელი ღამე და შაბათი კვირა მე